სულ როცა გვეუბნებიან, აი წადი შენს ქვეყანაში. საქართველო არ არის თქვენი ქვეყანა. და ზუსტად იმ დროს ჩვენ გვიწევს მტკიცება, რომ მე ვარ საქართველოდან, მე ვარ ამ სამშობლოს შვილი და როგორც მეც მიყვარს ჩემი სამშობლო. გზაც აღარა მაქვს, ბაღიც აღარა მაქვს, რა ვიცი, ის სარწყავი წყალის არხები საერთოდ აღარა გვაქვს და ძალიან იშვიათია, რომ აი იგივე ვითარებაში, იგივე რომ ანუ საერთოდ არაფერი რო არ ქონდეს, იგივე ვითარებაში ვიბოვოთ სხვა ქართლიანოვანი სოფლები, ანუ რაღაც ფუნქცია კი შეიძლება იყოს, მაგრამ აი მთლიანი რეალობა აზერბაიჯანელური სომხურენოვანი სოფლების შემთხვევაში უარესად არის. რუსთაველზე მოსასვლელად ქვემო ქართლის მარშმა 100 კილომეტრი ფეხით გაიარა. მარნეულის, ბოლნისის, დმანისისა და ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული სხვა ქალაქების ახალგაზრდობა დანარჩენ აქტივისტებთან ერთად პარლამენტის წინ მთელი საღამო იდგა. მათ შორის იყვნენ სამოქალაქო აქტივისტი ქალებიც. თოზუ გულმამედლი პროფესიით ჟურნალისტია და ქალთა უფლებებისთვის წლებია იბრძვის. დღეს ძირითადად ქალთა უფლებებზე მუშაობ. ცოტა რთული თემაა ეს და ძალიან ისეთ ხმამაღლა ნათქვამი მგონია ხანდახან, როცა ამდენი პრობლემა არსებობს ჯერ კიდევ აზერბაიჯანელენოვან თემში. გარდა მაგისა, ვარ ჟურნალისტი. და რა თქმა უნდა ძირითადად მაინც აზერბაიჯანელენოვან თემზე ვაკეთებ მასალასაც. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ანუ რაღაცა მე მგონია რომ ესე უფრო ბუნებრივია, რომ როცა შენ გარშემო ხედავ ამდენი ამბავს, მაშინ კიდე თუ არა შენი ფოკუსიც მანდ არის, რომ კიდე რომ აჩვენო ეს ყველაფერი, რაც ხდება, ეს უსამართლობა. თოზუ იორმუღანლოში გაიზარდა. სოციალურ და გენდერულ უთანასწორობაზე იგი წლებია საუბრობს. სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ იორმუღანლოში ქალების უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა. ქალების აბსოლუტური უმრავლესობის უფლებები ირღვევა, როგორც თემის შიგნით დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმებითა და ცრუ ტრადიციებით, ისე სახელმწიფოს გულგრილი პოლიტიკის შედეგად გამოწვეული სისტემური დისკრიმინაციით. თუ ბიჭების შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა, რომ დაიწყონ საკუთარი ბიზნესი, რა ვიცი, მანქანის ბიზნესი, ნაწილების ბიზნესი, თუ რაც არის მოდაში და შეუძლიათ რომ დასაქმდნენ, ან მიზა აქვთ მამამისისგან, გოგონების შემთხვევაში არც ერთი ჩვენ აღარა გვაქვს, ანუ ჩვენ ვაჯრობას ვეღარ ვიძღებთ, ანუ ზოგადად მემკვიდრეობის უფლებები ძალიან ისეთია პრობლემატურია, მიზას არავინ არ გვაძლევს, აი ჩვენი რო გქონდეს, სახს არავინ არ გვაძლევს, მანქანას არავინ არ გვაძლევს და შესაბამისად ერთადერთი გზა რჩება, რომ ჩავაბაროთ უნივერსიტეტში, ეგეც რა ვიცი, პროცენტულად ალბათ უფრო დაბალ, ანუ ძალიან ცოდას გამოსდის, მაგრამ შეიძლება პროცენტულად გოგონებს უფრო მეტად გამოსდის ეს უნივერსიტეტში ჩაბარება და შემდგომ დასაქმება, ვიდრე ბიჭებს, იმიტომ რომ ჩვენ აბსოლუტურად სხვა გზა აღარა გვაქვს, აი ვერანაირ სოფელში, რა ვიცი, ძალიან იშვიათია, ვინც ახლა უნივერსიტეტში არ ჩააბარა და უნივერსიტეტი არ დაამთავრა და რაღაცა რეალიზებულია, რაღაცა საკუთარი შემოსავალი აქვს. კახეთში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შორის სკოლის დამთავრების დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, იორმუღანლოელი ახალგაზრდები ყოველ წელს საუკეთესო შედეგებს იღებენ ერთიანი ეროვნული გამოცდების 1+4 პროგრამის ფარგლებში. ეს ფაქტი ადგილობრივი მასწავლებლების აქტიური მუშაობით აიხსნება, წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანგარიშში. ჩავაბარე უნივერსიტეტში, ერთი წელი მოსამზადებელი მარტივი იყო შედარებით, მაგრამ აი პირველ კურსზე რო ვიღავი, მაშინ მივხვდი, ხო, რომ არაფერი არ მცოდნია საერთოდ და როგორ არიან განვითარებული ჩემი კურსელები. თოზუ გულმამედლი ასევე განმარტავს, რომ უმაღლესი განათლება და ქართული ენის ცოდნა დღეს საქართველოში დასაქმებისთვის საკმარისი მაინც არ არის. ეს ფაქტი კი ეთნიკურ უმცირესობებში უიმედობას აღრმავებს. არის კიდე უიმედობა.
იმიტომ რომ როცა შენ ხედავ რომ შენ გარშემო ცხოვრობდა უშუალოდ ჩვენი თაობამ ჩააბარა უნივერსიტეტში რაღაცა უმაღლესი განათლება მიიღო ენა ისწავლა საკუთარი თავი გაანვითარა მაგრამ მთლად რეალიზებულიც აღარ არის ანუ ძალიან იშვიათია გარდა მაგისა კიდევ ერთი თემა არის რომ აი სოფლებში საერთოდ ახლა შეიძლება მარნეულში არის ხო რაღაცა სოციალიზაციის ადგილები მაგრამ სოფლებში საერთოდ არაფერი არ არის ახალგაზრდებისთვის რა ვიცი ჩაი ხანა შეიძლება იგოს ეგეც უფრო შუახნის ასაკის კაცებისთვის არის ვიდრე ახალგაზრდებისთვის ნუ გოგონებზე საერთოდ საუბარი ქალებზე საერთოდ საუბარი ზედმეტია საერთოდ არ არსებობს მათთვის ეს სოციალიზაციის ადგილები რა ვიცი თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ გადაიღოთ ნახეთ სადმე სოფელში თუ შეგხვდებათ კაფე სადაც ქალები არიან ძალიან კარგად მახსოვს რომ ქართული ენის ცოდნა მიჭირდა, საუბარი მიჭირდა და ჩემს მშობლებს ვუთხარი რომ მე მინდა ქართული ენის კურსზე წასვლა. მითხრეს რით წახვალ. იმიტომ რომ არ გქონდა სოფელში მუნიციპალური ტრანსპორტი და მე ვუთხარი რაღაცნაირად წავალ, იმიტომ რომ მაგ დროს ნელ-ნელა მე როცა ვსწავლობდი ქართულს ელემენტარული სიტყვები, მაშინ მეც ვასწავლიდი პირველ მეორე კლასელებს და ასოებს, ელემენტარული სიტყვებს, ხილ, ბოსტნეული რაღაცებს და იმით ვაგროვებდი თანხას. თვეში დაახლოებით ვქონდა 50 ლარი, 60 ლარი, ასე თანხას ვაგროვებდი და მე ვთხარი იმ თანხით მე წავალ მარნეულში ტაქსით. ისე დავიწყო მარნეულში სიარული. ქართული ენის და ინგლისური ენის კურსებზე. სამოქალაქო აქტივისტი ფარიზა ნაბიევა სოფელ ქვემო სარალიდანაა. იგი ილიას უნივერსიტეტში სწავლობს. ფარიზა ერთ-ერთია იმ ათობით აზერბაიჯანელ აქტივისტ შორის, რომელთაც სამოქალაქო პლატფორმა სალამი აერთიანებს. მათი ერთ-ერთი მიზანი საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მე როგორც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მარნეულელი ერთ-ერთი სტუდენტი, ერთ-ერთი ახალგაზრდა და აქტივისტი გოგო ეს იმყოფები ახლა პარლამენტთან შემოვერდი იმ 100 კილომეტრიანი მარცხ, იმიტომ რომ მინდა ვიცხოვრო აი მართლა ისეთ ქვეყანაში, სადაც გვექნება სამართლიანობა, სადაც გვექნება აზრის და თავისუფალი სიტყვის გამოთქმის უფლება, სადაც იქნება თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია და ნათელი კონკრეტულად კი ევროპული მომავალი. ეთნიკურად აზერბაიჯანულ თემში არსებული სოციალური პრობლემების გარდა, რაც ფარიზას აწუხებს არატოლერანტული გარემოა. ამ გარემოს შესახებ ფაქტები არაერთ ანგარიშშია ასახული. ევროპის საბჭოს ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას არაერთხელ მოუწოდა მიიღოს ზომები ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ, მათ შორის სიძულვილის ენის გამოხატვის შემთხვევებზე სათანადო რეაგირებით. მე ისე მგონია, რომ ამ ხელისუფლებასაც არ აწყობს ჩვენი რაღაც ხმის ამოღება, ქართული ენის ცოდნა, იმიტომ რომ იციან, რომ ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს, ქართული ენა თუ ძალიან კარგად გვეცოდინება, ხმამაღლა ვისაუბრებთ.